რაღაც თვალებში ჩახედეო და შეშინებო. შიშზე არ მქონდა უფრო მქონდა პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე აქცენტი შიში რა შუაში არის. ანუ პასუხისმგებლობა არ მაქვს გაცნობიერებული ასე გქონია. არა, სამართლო მინდა რომ ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას რომ თუ სამართლო გადაწყვეტილებას და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებ, ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას რომ აუდიტორიას შეხედოთ თვალებში და ბრალდებულებს შეხედოთ თვალებში, რომ თუ გადაწყვეტით რომ გააკეთოთ ის ჩემი აზრით გაკეთებასაც აპირებთ, აი ჩახედეთ თვალებში გორგაძეს, მინაშვილს, ჯავახიშვილს, ბავშვებს პირდაპირ მშრომობით და უთხრით რომ მე გულწრფელად ჯერა რომ თქვენ გაიქცევით ანა ფოტოშოპს ჩაიგდეთ. იმიტომ რომ ეს დისკომფორტი მაინც იგრძნოთ თორე სიცხული რა შუაშია. მე მაგას მითითებ რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე? ბატონო, შოთა, შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით. შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ ანუ რას ნიშნავს დისკომფორტი და მითითებები და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში იმედი მაქვს რომ მეტი აღარ განმეორდება. მადლობა. გისმენთ შემდეგ. თავის პოზიციას ვერ გავიგე რა გნებავთ პასუხისმგებლობ. ანუ რატომ ეჩხუბებით? მეჩხუბებით იმიტომ რომ გაძლევთ შენიშვნას გაძლევთ. კი ბატონო, მანამდე განვმარტე აქედან გამომდინარე რომ არ შეგეშინდეთო თუ არ ვიცი რაღაც ესეთი დასკვნა გამოვიტანე მე. არა, არასწორად გამოვიტანეთ ხო ხომ გამიმარტეთ. დისკომფორტს რაც შეეხება თვალებში ჩახედე და დისკომფორტი არ იგრძნოთ ასე შემდეგ ეს მითითებები მოსამართლეს არ უნდა. მითითება არ არის გაცნობიერება. ეს იყო ჩემი სურვილი და კიდევ ერთხელ გიდასწრებთ იმას. სურვილია გასაგებია. უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებ, ცხადია იმის დისკომფორტი მაინც უნდა შეიქმნას, ამას უნდა მოყვეს ის შედეგი, რომ თვალებში უნდა მიყუროთ მეც და ყველა პროცესის ყველა მხარესაც. აბა ეხლა თქვენ გადაწყვეტილება მიიღოთ უკანონო და არც შემომხედოთ ესე უნდა მიიღოთ კაბინეტში. ნიშნავს ერთი უკანონო გადაწყვეტილების და რას ნიშნავს თუ არ იცით მაშინ შენიშნას რატომ აძლევთ გაცნობიერებას? ამასთან დაკავშირებით გითხარით უკვე და თუ მხოლოდ თქვენი სურვილია გასაგებია ეს ყველა ჩემი სურვილია ცხადია თქვენ რომ მიცოდეთ და მე მიიღოთ ამის მიხედვით გადაწყვეტილება. ესე იგი ის ვიდეო რომელიც საქმეში დევს და რომელიც ვერ დაადგინა, ვერც ბრალდებან და ვერც დაცვამ, როდის, სად, ვის მიერ ავითარებაშია გადაღებული და ასე შემდეგ, როცა გავრცელდა, მაგის მერე იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ასეთ ტიპის საქმეებზე, ხას უსვამ ასეთ ტიპის საქმეებზე არის შექმნილი ძალიან უსამართლო დამოკიდებულება პირების მიმართ, ამ უსამართლო დამოკიდებულებაში ჩართული არის როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო, ამას პირდაპირ ვიტყვი, უნებრივი შენიშვნას გაძლევთ მაგასთან დაკავშირებით, ისაუბრეთ მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებები არის ალბათ, მინდა გითხრათ ეს ყველაფერი და თქვენი შეფასება ძალიან გთხოვთ, რომ შეფასების კუთხით გააკეთეთ. დანარჩენად თქვენ მეგონი არ მისმენთ უკაცრავად მე რას საუბრობ. ძალიან კარგად გისმენ და ეს ამაზე შენიშვნას გაძლევთ. მაგას რომ მეუბნებით მე მოსამართლეს რომ არ მისმენთ. არა, იმიტომ რომ სხვა რაღაცაო თქვი, ნახეთ, მე დავამთავრო აზრი თუ შეიძლება, იმიტომ რომ არ მოგისმენიათ მე რა ვთქვი. მინეთ ძალიან კარგად და გთხოვთ რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ძალიან გთხოვთ შენიშვნას გაძლევთ კიდევ ერთხელ. სასამართლოსადმი უპატივცემლობას ნუ გამოხატავთ. მე არ ვიღებ მაგ შენიშვნას, იმიტომ რომ თქვენ არ მისმენთ. არ ვიღებ, ესეც პრობლემაა, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, რომ 95 მუხლი არ დამჭირდება ბატონ გახდა და გთხოვთ რომ გავაგრძელოთ აღკვეთთან დაკავშირებით. ნახეთ, მე რას ვამბობ, მომისმინეთ, გთხოვთ, მომისმინეთ. შეიძლება რომ პოზიცია დავამთავრო და მე შეაფასოთ მე ასე ვთქვათ, არასწორად თუ სწორად მოვიქეცი. და ასე შემდეგ ეს არ არის მე მგონი, ხა ძალიან კარგად იცით თქვენ პროცესს. არა, თქვენ გაქვთ შენიშვნის მოცემის უფლება და მე მაქვს უფლება მივიღო ან არ მივიღო შენიშვნა. თქვენ რო წინასხდომაზე რომ მომეცით შენიშვნა დაგვიანებისთან დაკავშირებით, მივიღე ეს შენიშვნა, იმიტომ რომ ეს იყო ობიექტურად მისაცემი შენიშვნა. მაგრამ მაგ შენიშვნასაც ვიღებ. კი ბატონო, ზოგს დაგვიანების პრობლემა აქვს, ზოგს უსამართლობის პრობლემა აქვს. ეს გააგრძელეთ აღკვეთთან დაკავშირებით, რაც გინდოდათ, გისმენთ ძალიან გულისყურით. მანამდეც გისმენდით და ახლაც. მომისმინეთ ნახეთ რას ვამბობ. მე ვამბობ შემდეგ რამეს, რომ იმ ვითარებაშიც ვართ ადამიანს ვეფხია კასრაძეს აქვს თუ არა უფლება, რომ შექმნილ ვითარებაზე ჰქონდეს აზრი, რომ სამართალდამცავი ორგანოები უსამართლოდ მოქმედებენ. ამის უფლება აქვს თუ არა აქვს? აზრი ერთია და არა, გეკითხებით. აღკვეთთან დაკავშირებით კითხვა. არა, მაგას არა, მარტივ რამეს ვამბობ რა.